მოგესალმებით შემოძვრიფესებო, ასე გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემას. თუ რას მალავს თქვენგან ის ადამიანი, ვინც ახლა ყველაზე მეტად გაინტერესებთ, ეს საჯარო გაშლა არის ზუსტად ის, რომელიც გადმოგცემთ იმ ენერგიას, რაც ახლა და ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში ხდება და ის ენერგია, რომელიც თქვენს ურთიერთობაზე მოქმედებს, ხო? მოусმინეთ გულით, შემოძვრიფესებო, მთელი გულით დასული და მიიღეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად თქვენს მდგომარეობას ასახავს, ეხება და რაც თქვენ მდგომარეობაზე რეზონირდება. თუ იგრძნობთ შემოძვრიფესებო, რომ ეს ინფორმაცია თქვენია, დატოვეთ გულწრფელი ემოცია კომენტარებში, მოიწონეთ ჩემი ვიდეო და გამოიწერეთ ის მთვარის არხი. რათა ენერგიები სწორად გაგრძელდეს და გადანაწყვეტდეს ჩვენს შორის. ახლა კი მოეშვით, დამშვიდით და დაიმშვიდეთ სული და გული და გონება და მოდი ერთად ვნახოთ რა იმალება იმ ადამიანის გულსა და ფიქრებში, ვინც ასე ძალიან გაღელვებთ, ხომ? ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, პიროვნებას ჩაიფიქრეთ, მოდი ვნახოთ. რას გიმალავთ ის? ხმლების მეფე ამოხტა, ვნახოთ ისევ ეს იქნება თუ არა. რას გიმალავთ ის ადამიანი, ვინც ახლა ყველაზე მეტად გაინტერესებთ, რას არ გეუბნებათ, აბა რა იმალება მის გულსა და სულში, ვნახოთ. ვეღარ ამოვიღე კარტი. ხმლების მეფე მეთქი ამოვარდა და ხმლების მეფე მაქვს ზუსტად ენერგიის გაშლად ამოვიდა თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება. და რეალურად პირველ რიგში მთელი გაშლის ფონი, რომელსაც ჩვენ ენერგეტიკულად ახლა ვხედავთ, ხო, რომელი ბარათია, ხო, მთელი ამ გაშლის ენერგეტიკა. ხმლების მეფე ეს არის თვითონ ის პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ანუ ადამიანი, რომელიც გარედან თითქოს უხილავი კედლის უკან დგას, ხვდებით, ეს არის პიროვნება, რომელიც მთავარი იარაღად გონებას იყენებს და არა გულს რეალურად, ხომ? იშვიათად ავლენს თავის ემოციურ სისუსტეს, იშვიათად აძლევს ვინმეს უფლებას, რომ მისი შინაგანი სამყარო დაინახოთ, ხო? მისი ფსიქოტიპი მკაფიოდ მიგვანიშნებს იმ ადამიანზე, რომელიც კონტროლს, სტაბილურობას, წესრიგს, პასუხისმგებლობას პირველ ადგილზე აყენებს, ხო? იგი რეალურად სამართლიანი შეიძლება იყოს, მაგრამ ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართაც არის, სხვათა შორის ზოგ მომენტში, ხო? ქუჩაში რეალურად რომ დაინახო, ხო? ეს ადამიანი ტყვია არ აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალია, არ ვიცი ვინ უყურებთ ამ გაშლას, კაცები, ქალები აქ ორივე სქესი უყურებს გაშლას და აქედან გამომდინარე არ დავკონკრეტდები, ხო? ყველამ საკუთარ თავზე მოერგეთ. იტყვით ასეთ რამეს გაიფიქრებთ კიდევაც, რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც არავის შიში არ გააჩნია ცხოვრებაში, მაგრამ შინაგანად სწორედ მისი უხილავი ძრავი ზუსტადაც არის, რომ ეს შიში, ხო? მისი ენერგიები რეალურად არის მკვეთრი, ჰაეროვანი, ანალიტიკური, ჰოროსკოპით შეიძლება, ანუ მის ჰოროსკოპის ნიშანი ასოცირდებოდეს ჰაერის ნიშნებთან, იყოს ტყუპები, თუნდაც იყოს სასწორი, იყოს სასწორი, ტყუპები და კიდე რომელი გვაქვს ჩვენ ჰაერის ნიშნები, მერწყული, ხო? აი ამ სამი ნიშანი რომელიმე შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც და მაინც მივეჯაჭვებით ამ ჰოროსკოპის ნიშნებს. შეიძლება უბრალოდ როგორც მე ჩამოგითვალეთ იმ ენერგიებში იყოს მკვეთრი, ჰაეროვანი, ანალიტიკური იმ ტიპის, ვინც ყოველთვის ხვდება ადამიანების მოტივებს, იწვდება შრეებს და წინასწარ ამთავრებს ურთიერთობებს გონებაში, სანამ რეალურად დაიწყებს მათ დასრულებას, ხო? საქმით ასეთი ადამიანი თანამდებობითაც მაღლა დგას, ან დიდი პასუხისმგებლობა შეიძლება ჰქონდეს თავის საქმიანობაში, ხო? ასე ვთქვათ, იყოს სამართლის სფეროდან, ფინანსებთან ჰქონდეს შეხება, უსაფრთხოებასთან ჰქონდეს, მენეჯმენტთან ჰქონდეს შეხება, ანალიტიკასთან, სტრუქტურულ დანაყოფებთან, სფერობთან და ასე შემდეგ იყოს თუნდაც სტრუქტურაში მომუშავე პიროვნება, თანამშრომელი, პოლიციელი, გამომძიებელი, არ ვიცი, მე პოლიცია და იგივე პრინციპში, ხო? მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი და ასე შემდეგ, ხო? სოციალურად სერიოზული, გავლენიანი, სიტყვაზე, თავის სიტყვაზე მდგომი, მაგრამ ძალზედ დახურული პიროვნება და აი ესეთია ეს პიროვნება. და ახლა მოდი ამ ცივ კონტროლირებული ნიღბის უკან რა იმალება ის
თქვათ, ხო, თასების პაჟი პირველი ბარათი, ვაიმე რამ ჭერს ენადამება. ეს არის მისი ჩუმი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს. ხო, მიუხედავად გარეგნული თავისი სიმყარისა, ხო, მას შიგნით ბავშვური ნაზისუფთა გრძნობები მასში იღვიძებს ესეთი გრძნობები. ის თქვენს მიმართ ისეთ ემოციურ იმპულსს განიცდის, რომლის აღიარება საკუთარ თავთანაც კი უჭერს რეალურად. ხვდებით, თითქოს ეკრძალება თავისივე სითბო, რო იტყვიან, ხო? თითქოს საკუთარ თავს უკრძალავს სიტყვის თქმას მომწონს, ხო? გაუაზრებლად წარმოთქვას თუნდაც ამ სიტყვისას. ეს ადამიანი ვერ იტანს სისუსტის გამომხატველ ჟესტებს, თუნდაც მაინც როგორც და გზნობები მასში დუხს სწორედ როგორც თასების პაშში. ხვდებით, შეყვარებული ბავშვები გულწრფელობით იმპულსით, მაგრამ აი ჩუმად, რომელიც ამ გზნობებზე არ საუბრობს რეალურად, ხო? ზომიერება შემდეგი ბარათი გვეუბნება მის შინაგან ბრძოლაზე მშვიდობისთვის, ხო, რაც მასში მიმდინარეობს. ზომიერება გვიჩვენებს, რომ ის მუდმივ ბრძოლას აწარმოებს, ანუ ბრძოლებშია ორ პოლუს შორის, მის ზედაპირულ გონებრივ კონტროლსა და შიდა ემოციურ ყევას შორის. ეს ადამიანი ცდილობს საკუთარ თავს ძალიან ფრთხილად ელაპარაკოს. არ იჩქარო, დაელოდე, თავი დაიცავი, ემოციები მოადვინიერე, მოარჯულე, ხო, ის არ არის იმპულსური, პირიქით, მას ყველაფრის დაბალანსება სჭირდება, სანამ ნაბიჯს გადადგავს ვინმეს მიმართ და თუნდაც თქვენს მიმართ, ხო, სწორედ ამიტომ არ, ესე ვთქვათ, გეახლებათ ეს პიროვნება ისე თქვენ, როგორც სინამდვილეში სურს. არ არის ისეთი, ხო, როგორიც რეალურად არის, ხო, ის იკავებს თავს, რომ რამე არ დაუშავოს საკუთარ თავს, თუნდაც, ხო, არც თუნდაც თქვენ რო დაგიშავოთ რამე, ხო, აი ორივეს გიფრთხილდება თავის თავსაც და თქვენც რეალურად. ხუთიანი კვერთხები ეს მისი დაუმთავრებელი ომია საკუთარ თავთან, შიდა ომები, შიდა ბრძოლები. ეს ადამიანი გარედან მშვიდად გამოიყურება, რო შეხედავ, მაგრამ შინაგანად სწორედ ახლა მიმდინარეობს ყველაზე მძიმე ბრძოლა მასში. ხუთიანი კვერთხების ენერგია არის რა კონკურენცია საკუთარ თავთან, შიში რომ არ იქნება საკმარისი, შიში რომ ემოცია მასზე ძლიერია, შიში რომ ამ კავშირში დაკარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, ხო, შიში რომ გულს გატკენთ თქვენც და საკუთარ თავსაც, ხო? და თუ თქვენ გატკენთ, რა თქმა უნდა, თვითონაც ეთკინება. ყველაზე დიდი დაპირისპირება მიშლით არის ერთი კითხვა, ხო? მივიდე თუ დავრჩე იქ, სადაც უსაფრთხოდ ვარ. აი, ესეთი შინაგანი ომი აქვს ახლა მას თქვენთან ურთიერთობაში. ეს ბრძოლა ნიღბით რეალურად ძალიან კარგად არის დაფარული, გარედან ბატონს გავს პიროვნება, რო შეხედა, შინით კიდე ქარიშხალი აქვს ჩვეულებრივი, აი ესეთი აგიზგიზებული, ხო? ბოლო ბარათი ეს არის მაგის ბარათი, ესი ფარული სურვილები და გეგმები. მაგი გვიჩვენებს მის ნამდვილ სახეს, რომელსაც ის კარგად მალავს რეალურად. თქვენთან მიმართებაში მას აქვს ფარული მიზიდულობა, ფარული სურვილები, ფარული გეგმები, ძლიერი სურვილების სიტუაცია თვითონ მართოს თქვენი ურთიერთობა და სურვილი რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც მისი წესებით გადაწყდეს და მაგი ამბობს რეალურად ეს ბარათი ზოგადად გვეუბნება რომ ეს ადამიანი არ არის გულგრილი თქვენს მიმართ, იგი უბრალოდ არ გეუბნებათ რა განზრახვები აქვს, რა გეგმები გადაუმუშავდა თავში ან თუნდაც რა გეგმებს ამუშავებს საკუთარ თავში, ხო, რა ნაბიჯები უნდა თქვენთან მიმართებაში რომ გადმოდგას. ის გეგმავს ისე რომ არავინ მიუხვდეს ამ გეგმებს, ხო? მაგი და პლუს ხმლების მეფე, ეს არის ადამიანი, რომელიც ხმამაღლა არაფერს იტყვის, მაგრამ გულში აი ეს ორი ბარათი, ხო? მაგი და ხმლების მეფე. მაგრამ რეალურად აი გულში უკვე გაწერილი აქვს ის სცენარი, როგორ შეიძლება ასე თქვა წარმართოს ურთიერთობა თქვენთან, თუ კი იგი გადაწყვეტს ამ ურთიერთობის გაგრძელებას და ანუ აღდგენას და გაგრძელებას, ხო? სრულად ესე ვთქვათ, ენერგეტიკული ინსაიტი, როგორც ასეთი ვინ არის ის სინამდვილეში და რას მალავს, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც გარედან ცივია, შინაგანად ძალიან თბილი და ნაზი ენერგიები აქვს, თავს ასე ვთქვათ, ძლიერად აჩვენებს ყველა, შინაგანად კი ძალიან დაუცველია, ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს, ურთიერთობაში ხედავს პოტენციალს, მაგრამ შიშობს ძალების და დაკარგვას, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში. თქვენს მიმართ აქვს ნაზისუფთა გრძნობები, ცდილობს თვით კონტროლის შენარჩუნებას, მაგრამ ფარული ემოცია მუდმივად რღვევის პროცესშია. მის აი ამ თვით კონტროლს არ რღვევს, აქვს სურვილი რომ თქვენთან რაღაცა შექმნას, მაგრამ ამის აღიარება მისთვის უდიდესი გამოწვევაა. ეს ადამიანი ურთიერთობას
ეს რეალურად თავიდან ბოლომდე გონებით აანალიზებს, ხო? რისკები, ემოციები, პასუხისგებლობა, ყველაფერს ზომავს, მაგრამ რაც არ უნდა მოიფიქროს, როგორც არ უნდა შეაფასოს, ერთ რამეს ვერ აკონტროლებს. სწორედ იმ იმპულსს, რომელიც თასების პაშთან მოდის, ხო? ნაზი, გულწრფელი, ქვეცნობიერი მიზიდულობა თქვენთან მიმართებაში, რაც მას გააჩნია, ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც უჭირს გზნობების გამოხატვა, მაგრამ ვერ გაურბის იმას, რაც თქვენს ენერგიაში, ასე ვთქვათ, დაინახა და ეს თქვენ ის პიროვნება ფაქტობრივად თქვენს ენერგიებში დაიკარგა. აი ეს არის შემოწირფასებო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის ესეთი კარგი ახსნა ანალიზი. თუ კი იცანით საკუთარი თავი, გთხოვთ დამიკომენტაროთ, დაფიქსირდით ვის სიტუაცია და როგორ რეზონირდა. ძალიან ჩემთვის ასე ვთქვათ საინტერესოა თქვენი კომენტარები, ყველას ვკითხულობ და დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს თქვენი სითბოსთვის და უკარგესი და უკეთილშობილესი პოზიტიური სურვილებისთვის. იმავეს გისურვებთ ჩამოძვირფასებო, რასაც თქვენმა მისურვებთ და ყველაფერი კარგი 10 მაგად დაგბრუნებოდეთ და 100 მაგად. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, კარგად იყავით.